მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ჩვენ ვნახოთ ასეთი გაშლა თქვენთან გზავნილი სამყაროდან, ხო? ანუ რა გზავნილი იქნება, რა უნდა მაღალ ძალებს, რა უნდა რომ გადმოგცეს. ვნახოთ ჩვენ. ეხლა პირველ რიგში ვნახო ვისთვის იქნება. ეხლა რა ენერგიებში ხართ, რომ იცოდეთ, რომ ეს გზავნილი არის თქვენი უშუალოდ. ვნახოთ რა ენერგიებში ხართ ეხლა. ანუ ახლა თქვენ აქ როგორ ხართ იცით, აი თითქოს რაღაცად აი დაბადებული ხართ თავიდან, რაღაც ძალიან ბევრი გაქვთ თქვენ აქ ძალა. აქ ადამიან აი თქვენ უნდა გრძნობდეთ რომ როგორ ხართ, აი მუშაობის ხასიათზე, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. იმიტომ რომ შეიძლება დაუშვათ ყავთ თქვენ ესეთი პარტნიორი, ვინც გაძლევთ თქვენ ძალიან დიდ ენერგიას, რა ვიცი თავისი თქვენ აი აგერ არის ნახეთ, გიყავთ ვიღაც ადამიანი ისეთი, ვინც გიყვართ თქვენ, ხო? მაგრამ კიდე ნახეთ, შეიძლება ეს თქვენი პირადი ძალაც არის ახლა ისეთი აი ძლიერი, ნუ ყოველ შემთხვევაში ენერგიით ხართ სავსე, აქ უეჭველი, შემიძლია გითხრათ, რომ როცა ყველაფერი მინდა, როცა ყველაფერი მიხარია, იმიტომ რომ აქ შეიძლება იყო რაღაცა მომენტი დაუშვოთ თქვენთან, აქ უფრო ვისთვის იქნება სიტუაცია კიდე. თუ დაუშვოთ თქვენ გქონდათ რამე დანაკლისი სიყვარულში, თუ თქვენ იყავით მანძილზე და ეხლა შეიძლება ხართ, აი რაღაცა იცით როგორ ეს ადამიანი რომ მოვიდა თქვენ ცხოვრებაში, შეიძლება ახალი გაცნობილიც იყოს ვიღაცა, ხო? აი დაუშვოთ გინდოდათ სიყვარულს, აი ეს სიყვარული როგორ მინდა გითხრათ, იცით, აი თითქოს გამოგაჯამრთელათ რა, აი ეგეთი რაღაცა მოდის აქ და ის დანაკლისი, რომელსაც თქვენ განიცდით, თითქოს წავიდა, კი ბატონო, ხო? აქ აი ესეთი ენერგია, იმიტომ დაჟე დასამატებელიც არაფერი არ მაქვს. ანუ თუ თქვენ ახლა ხართ დეპრესიულ მდგომარეობაში, ხო? და არაფერი არ გიხარიათ, ნუ აქ ცოტა რა გითხრათ, მაგრამ კიდე შეიძლება როგორი თემა არის. დაუშვოთ თქვენ ახლა ვისთვის იქნება ეს გაშლა. ცდილობთ მაქსიმალურად თუ გაქვთ რამე დანაკლისი, თქვათ, ნუ აი ისევ სიყვარულის რო ავიღოთ, იმიტომ რომ ორიანი თასების აქ და თქვენ განიცდით რაღაც დანაკლისს რა, რომ აი არა დანაკლისი სიყვარულის უფრო გრძნობების ემოციების რა, გინდათ რაღაც ახალი ემოციების შევსება, მაგრამ არა გაქვთ ახლა ეს მომენტი, მაგრამ ცდილობთ მაქსიმალურად გადაერთოთ სამსახურზე, რო თქვათ, აი სამსახურში უფრო მეტად თქვა დროს დავუთმობ სამსახურს და შეიძლება მაგით რამე შეიცვალოს, თქვათ, ჩემში, აი მაგით განვიქურნო ჩემი თავი. თუ თქვენ ზოგისთვის შეიძლება დიდი ხანი ელოდებოდეთ თქვენ სამსახურს ახალს და ეხლა აი ეგ როგორი მომენტი არის, იცით, აი თქვათ ახლა უმუშევარი ხარ, დიდი ხანი ელოდები, მაგრამ მინდა სამსახური მქონდეს, მაგრამ ისეთი სამსახური, რომ მე მესიამოვნოს თან და აი შეიძლება ეგეთი სამსახურიც არის ახლა თქვენთან და მთელი ძალას თქვენ დებთ მაგ სამსახურში. აი ეგეთი თემაც არის, აქ ვიღაცისთვის იქნება აი როგორც სიგნიფიკატორი. შეიძლება თქვენ დაგეხმაროთ, რომ გაიგოთ, რომ თქვენი იქნება ახლა ეს გზავნილი თუ არა. ნახოთ აბა რა მნიშვნელოვანი შეტყობინებას გიგზავნით ახლა სამყარო თქვენ. ნახოთ რომელ სფეროში უფრო იქნება ეს. რატომ მაინც ეხლა უნდა იცოდეს შენ ეს გზავნილი, ნუ ეს ხო რა ეს მაინც ეხლა მოდის შენთან ეს შეტყობინება, რა უნდა გაიგო შენ ამ გზავნილიდან. როგორ ჯობია რომ ყველაზე კარგად რომ გამოიყენო ეს გზავნილი, მე მგონი ჩვენ გქონდა უკვე ეს გაშლა, მაგრამ ნუ არა უშავს. კიდე ნახოთ ახლა ჩვენ, ანუ როგორ შეიძლება შენი ცხოვრება, თუ შენ ახლა მიხვები ამ რჩევას და ნახოთ ახლა კიდე რა მხარდაჭერა სამყაროდან გექნება. ხო, რომ შენ ახლა დაგეხმაროს ამ გზაზე. ნუ აი ეგეთი რაღაც კითხვები. ვნახოთ ახლა ჩვენ, ნუ კი აი ახალი გზა შეხედეთ ახლა, რასაც მაგას გვეუბნება, რაღაც ახალი, აქაც ძლიერი სარკანი არის, რაღაც ახალი სიძლიერე მოდის თქვენ ცხოვრებაში, რომელსაც თქვენ კიდევაც თხოვდეთ, კიდევაც დაიმსახურეთ, იმიტომ რომ აქ მართლა ადამიანმა გადაიტანა
მანქანა ძალიან უდიდესი ტკივილი, მაგრამ გამოხვედით იქიდან, გამოდიხართ თუნდაც, ან გამოხვედით, ან გამოდიხართ. Так, კარგით, ახლა ეს აქეთ გადავდოთ ჩვენ და დავიწყოთ ახლა. ანუ მნიშვნელოვანი გზავნილი რა არის ახლა? რა უნდა რომ გადმოგცეთ თქვენ სამყარო ახლავე ამ წუთში. თქვენ ხართ იმპერატრიცა, თქვენ ხართ ულამაზესი. ანუ აქ სამყარო მაგას გვეუბნება, რომ მოვიდა იმისი დრო, რომ შენ იგრძნო შენი თავი, აი ზუსტად ქალად რა. იმიტომ რომ აქ მართლა გეუბნებით თქვენ ახლა აი ბევრს ქონდა ეს სიტუაცია, რომ თქვენ დანაკლისს განიცდით რაღაცას, აი რაში, აი აღიარებაშიც, ხო გითხარით რა? იმიტომ რომ ვარსკვლავი, როცა მე ლამაზი ვარ, როცა მე კარგი ვარ, აქ შეიძლება ზოგმა პროცედურები გააკეთეთ და ელოდებოდით დაუშვათ რამე შედეგს, როდეს იქნება, ხო? და აი ახლა უკვე დაინახეთ თქვენ, რომ რაღაცა უკვე აყვავებული ხართ, გეუბნებიან, რომ ახლა ნუ იმპერატრიცა არის ეს სიძლიერე, სიუხვე, ბედნიერება, ანუ სილამაზე, აყვავება, აი ეგეთი რაღაცა, ეგეთი ენერგიები მოდის ახლა თქვენთან და ნახოთ ახლა უფრო რომელ სფეროში იქნება ეს ყველაფერი, რა სფეროს უკავშირებს ეს ენერგიას ახლა. ნუ აი ხო გითხარით, აქ უფრო სხვათა შორის რა სფეროს და უფრო შეიძლება იყოს აქ პირველ რიგში მოდით ასე ვთქვათ, სამუშაო სფეროს. აქაც ხო ეგრე წამოვიდა, იმიტომ რომ შეიძლება იყო დაუშვათ, აი მე საერთოდ არ მიყვარს სიტყვა ეს კონკურენცია და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ კონკურენცია არ არსებობს, უბრალოდ არსებობენ ადამიანები, ვინც აკეთებს იგივე საქმეს, რასაც თქვა თქვენ აკეთებთ დაუშვათ, ხო? და ამიტომ ახლა კონკურენცია როგორც ისეთი არ არსებობს რა. მაგრამ მაინც შეიძლება თქვათ დაუშვათ რა. თუ თქვენ დაუშვათ გქონდათ რამე გინდოდათ რომ პირველობა გინდოდათ სიტყვაზე, ხო? აი ამ შემთხვევაში კი ბატონო, თქვენ ახლა უფრო ამტკიცებთ იმას, რომ თქვენ ხართ აქ მართლა უპირველესი, იმიტომ რომ იმპერატრიცათი გამოდიხართ რა. ანუ შენ თუ იყო რამე კონკურსი შეიძლება მონაწილეობას იღებდე, თუნდაც ახლა სამსახურის თემაში, რატომ იგიღეს შენ, იმიტომ რომ შენ ხარ ეგეთ ენერგიებში რა. თუ დაუშვათ დანყურუმი, ნუ ახლა აქ უძლიერესი ენერგია არის. სხვათა შორის აქ შეიძლება თქვენ ნახეთ აღიარება თქვენი მოხდეს იმაში, რომ თქვენ ახლა გახდეთ დაუშვათ ახლა რაღაცა სფეროში ძალიან უმაღლესი დონის სპეციალისტი. კი, რა თქმა უნდა, იცით თქვენ ხო ჩემი მიდგომა, როცა მე ყურუმს ხედავ, შეიძლება აქ ახლა გვაჩვენებენ, რომ შენში ახლა დაიწყება რაღაცა გახსნა ისეთი საკრალური ცოდნის, რომელიც შენში იყო დიდი ხანია და ახლა წამოვა ისეთი ნაკადში შეიძლება შეხვალთ, რომ მართლა თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ და მე უკვე იმპერატრიცა როგორი იმედიც არის, როგორი ენერგია, როცა მე ვრწმუნდები, რომ მართლა მე ვარ აი ახლა კომფორტულად. ეს საერთოდ ახლა როცა შენ დაუშვათ ისედაც პოვლობ საქმეს, რომელიც შენ მოგწონს, სადაც შენ ახლა ანათებ, ხო? სადაც შენ ახლა შეიძლება ახლა მართლა ზოგი ახლა იბრძო და რაღაცებს აკეთებდით, მაგრამ ახლა ანათებს თავს აჩენთ, გამიგეთ? აი ეს არის, რაც იყო თქვენში დამალული, აი ახლა წამოვა უფრო და უფრო წამოვა თქვენგან აი ესეთი ნაკადები რა. ანუ კი, იმიტომ რომ აქ სხვათა შორის ძალიან ნახეთ, ნუ ბევრს სწავლობდით, ნუ აი მაგალითად ახლა ნახეთ, ჩემთან უამრავი მოდის ადამიანი, თითქმის 99%, ხო? ვინც არის დაჯილდოებული ამ ცოდნით, აი საკრალური ცოდნით. ნუ ახლა ჩვენ სულ ყველას გვაქვს ჩვენი მისია. ერთ-ერთი ახლა ნუ ჩემი ასე ვთქვათ, წოდებული მისია არის აი გავაღვიძო, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავიღვიძოთ თქვენ ახლა ჩვენ ვინც მოვდივართ, გვაქვს ჩვენი ნიჭი. ნუ მე მაგალითად ვაღვიძებ ადამიანებს, ვისშიც არის საკრალური ცოდნა. იმიტომ არის ეს კურსებიც მაგ და რაღაცები, გინდა სტაროზე და გინდა მატრიცაზე, იმიტომ რომ ჩემი მისია არის გავაღვიძო ადამიანები და აი ამიტომ აქ არის რომ თქვენში ახლა აი თუნდაც ახლა რომ დაუშვათ უყურებთ თქვენ გაშლებს, ხო? ზოგი შეიძლება საერთოდ აი პირველად გახსნა თქვათ საერთოდ არო ნახა, ხო? ან თქვათ ნუ რაღაცა ეზოტერიკული ინფორმაცია პირველად ნახეთ სიტყვაზე. ესეც არის გამოღვიძება, ანუ რაღაცა ნიშანი და ეს სხვათა შორის ეს ნიშანი არ ჩვენი გამოღვიძება ხდება ძალიან აი ნებისმიერი როცა რთული პერიოდებს გავდევართ ჩვენ რაღაცას და რაც უფრო მეტად ძლიერად რთული
სიტუაცია გვაქვს ცხოვრებაში, ეს უკვე იმისი ნიშანი, რომ რაღაცა მნიშვნელოვანისთვის უნდა გამზადებენ, იმიტომ რომ ნახეთ ახლა ხო აი როგორც გაღვიძება, როგორ შეიძლება ადამიანი მოვიძგეთ რომ გაიღვიძე, მერე დაგიყვიროს თქვა, გაიღვიძე, არ გესმის და მაგრამ სულ რო ვერ გაიგო, შემოვა და ცივი წყალი დაგასხას, ხო? აი ეგრე ეტაპებით არის და როცა აი ძალიან უკვე მოდის შენ ცხოვრებაში რაღაცა რთული პერიოდი, ეს შეიძლება იყოს სამსახურებრივი, შეიძლება იყოს ურთიერთობაში, არა აქვს ნიშნა ფულის თემაში, ანუ რისთვის, რას ნიშნავს გაღვიძება, რომ შენ დაიწყო კითხვები, რისთვის ვარ მე აქ, რატომ მე მარტება მე ეს ყველაფერი, რა უნდა გავიგო, სად არის, რატომ, აი ეგეთ კითხვები რომ დაგეწყება, ამას ქვია გამოღვიძება და რა თქმა უნდა, როცა შენ ასე გამოიღვიძებ, მე შენ უკვე იწყებ რას, ეძებ ინფორმაციას რო ეძებ, უკვე იქ პოულობ კიდევაც, ხო? და უკვე რაღაცას მე გაინტერესებს, გინდა რომ ისწავლო რაღაცა, თქვათ, შენ ინსტრუმენტებს ეძებ, და ასე შემდეგ რა. აი აქ არის რაღაცა ეგეთი პროცესი არის თქვენში, რომ თქვენ ეხლა რომელ სფეროში და აი იმ სფეროში, რომელშიც თქვენ უნდა იყოთ კონკურენციის გარეშე, რომელშიც თქვენ უნდა იყოთ ძალიან უძლიერესი, იმიტომ რომ იმპერატრიცა ეს არის, თქვა წარმოიდგინეთ ეხლა იმპერატორი ქალი რას ნიშნავს, ხო? ანუ იმ საქმეში, რაშიც მე ვარ დაკავებული, რითიც ვარ დაკავებული, ესე იგი მე უნდა გავხდე ძალიან აი ესეთი წარმატებული რა. ხო და ამიტომ არ გაგიკვირდეთ, შეიძლება ზოგს დაგაინტერესებთ მართლა თქვათ ახლა ფსიქოლოგია, ზოგს შეიძლება მოგინდებათ, რომ აი უფრო კიდე მეტი გავიგო თქვათ, ვისწავლო რაღაცა საკრალური, არ გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ თქვენში ახლა მიდის ეს პროცესი და ზოგისთვის იქნება როგორი პროცესი, შეიძლება თქვენ იცით რაღაცა, მაგრამ არ გამოდიოდეთ ხალხში, არა ჩვენ თქვენს დაუშვოთ ახლა აი აქაც სიგნიფიკაციაში თქვენს თავს რა. აი ნახეთ ახლა ჩვენ ერთმანეთს გითხულობთ ენერგიით ახლა. ნუ ჩემ არხზე ხარ და მაკופლება ჩემ მაგალითად თქვა, რომ მაგალითად ბევრი მოსწავლე მყავს ესეთი, ვინც მეუბნება, რომ აი თქვენ რო დაგინახეთ, თქვენი ენერგეტიკაზე წამოვედი. აი ეს არის და თქვენ თუ იმალებით და თქვენ თუ არაჩენთ თქვენს თავს და თუ ხართ რამე საქმე დაკავებული სიტყვაზე და ცდილობთ რომ სადღაც დილში იყოთ, ადამიანის კი შეგვიძლია ჩვენ ისედაც გავიგოთ კადრეს მიღმა რა ენერგია, მაგრამ სად რო დაუშვათ თქვენ გამოაჩენთ თავს, ან რატომ უნდა დამალოთ, ეგ ვერ გავიგე თქვენი თავი. უფრო მეტად ადამიანები დაგენახავენ თქვენ, იმიტომ რომ უკვე აქ დამთავრდა ეს პერიოდი, როცა თქვენ უნდა იყავით დამალული. ეხლა უნდა იყოს როგორ მომენტიც, აი თითქოს შეიძლება შიშიც გქონდათ თქვენ მაგისი, რო თქვა, აი როგორ გამოვაჩინო თავი რა. მაგრამ აი მოდის ეს დრო, ეხლა რომ თქვენ უნდა მართლა გამოაჩინოთ თქვენი თავიც, თქვენი სილამაზეც და თქვენი ცოდნაც და ყველაფერი. უკვე საკმარისია ჯდომა სადღაც ჭდილში. გამიგეთ, უკვე გაქვთ საკმარისად ეხლა ეს ცოდნაც და ყველაფერი თქვენ სფეროში. რა უნდა გაიგო თქვენ, მე მგონი უკვე აგიხსენეთ. ნუ ზუსტად რა, დრო მოვიდა იმისათვის, რომ შენ ეხლა სხვათა შორის კიდე ნახათ რისი დრო მოვიდა. მოვიდა იმისი დრო, რომ თქვენ აი აქაც არა, მოვიდა იმისი დრო, თუ კი, აგერ არის მეთქი რატო არა, აგერ არის. ხო, თქვენც მაგას გრძნობთ რვიანი პენტაკლების, აქაც რვიანი პენტაკლების. რომ თქვენ ნახეთ, გაერთიანოთ სულიერი და მატერიალური. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ უფრო მონეტიზირება უნდა გააკეთოთ თქვენი ცოდნის, იმიტომ რომ ზოგს აი იმიტომაც განდეგელში როცა არის ადამიანი, არა აქვს მნიშვნელობა მართლა რითი არის დაკავებული. ანუ ეს რას ნიშნავს, მე ვიცი რაღაცა საქმე, ანუ მე მაგას ვაკეთებ, მე მაგას ვსწავლობ და შენ როცა უკვე რაღაცა იცი, შენ გაქვს უკვე ისეთი შეგრძნება, რომ ეს ყველა მოიცის და ყველამ თუ იცის, მე რატო უნდა დაუშვოთ ახლა ნუ ეს მივყიდო სიტყვაზე ჩემი ცოდნა, ხო? ამ დროს ეს არის სრულიად აბსურდი. შენ თუ დაუშვოთ ახლა ფიქრობ, რომ თქვათ აი ნახეთ, გინდა ნუ ნებისმიერ საქმეში ხო გეუბნებით, არა აქვს მნიშვნელობა, რომ ეს რა ქვია, შენ ახლა შრომ იმისათვის, რომ შენ თქვათ მიგიღწია
იმპერატრიცამდე შენ ბევრი გაგდროც დახარჯული, ფულით დახარჯული, ნერვები, ყველაფერი, რაღაცას სწავლობდი, რაღაცას კითხულობდი, შეიძლება ყიდულობდი კურსებს, შეიძლება უმაღლესი სწავლობდი, თქვა, იქაც ხო ხარჯავდი ფულის, ხო? ანუ იმაზე მეც აკეთებდი, ვიდრე შეიძლება სხვა აკეთებდა, ხო? და ეხლა უკვე გააქვს შენ სრული ამისი უფლება, რომ შენ უკვე შეგიძლია მონეტიზირებაც გააკეთო შენი ამ შრომის და ამაში არაფერი არ არის ძნელი. პლუს კიდე აქ გელოდება ისედაც ძალიან ბევრი სამუშაო სხვათა შორის, ანუ მოვლენ ეთყობა აქ თქვენთან რაღაცა ადამიანები, ვისაც უშვალოთ, ხო გეუბნეთ თუ დაუშვათ თქვენ ახლა ხართ, აი ხო გეუბნეთ ფულზე ალაპარაკ. აი მხატვარი ხართ ხო სიტყვაზე, ბევრი კლიენტი მოვა, ვინც იტყვის, რომ აი შენი ნახატები გვინდა, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია. შეიძლება მაღაზია გაქვს სიტყვაზე და რაღაცებს ყიდე, თუნდაც ახლა რაღაც რა ვიცი მე არ აქვს მნიშვნელობა რას და ანუ გამოდი მე მაგალითად ძალიან მომწონს რომ გოგოები გამოდიან აჩვენებენ იმ საქონელს ხო ხალხი უყურებს თქვა შეუძლიათ რომ ეგრევე იყიდონ და ნუ ანუ აქ რას გეუბნებიან რომ უკვე თქვენ შენ უნდა გაიგო რომ მოვიდე დრო ფულის კეთების მოდით ასე ვთქვათ საკმარისია შენი რომ იჯეკი შენთვის რა და აქ რაღაცებს აკეთებდე აი თუნდაც ახლა ჩემო სწავლებსაც სულ ვეუბნები გამოდით ხალხში ანახეთ თქვენი ცოდნით რომ უნიკალურები ხართ ეკოლოგიურად სუფთად მუშაობთ ძალიან ძლიერები ხართ ამიტომ დაანახეთ ხალხს თქვენი ცოდნა უკვე და რა თქმა უნდა უფასოდ არავინ არ ემუშაობს ეს რა სისულელი თქვენ ახლა მაღაზიაში რომ მიხვალ და იტყვით ვაიმე ძალიან მჭირდება ძალიან მშია და იცით რა არის აი მე მინდა ეს 10 ლარიანი პური უხონდეს მე სხვას არაფერს არ შევჭამ ხო ნუ უგაცრავად რა მაშინ წადი იმუშავე და ეს სამუშაო არის ხო იგივე არის როგორც ახლა ეზოტერიკა ფსიქოლოგია და ნებისმიერი პროფესია ახლა ზოგს ფერარი უნდა და ზოგს ახლა პორშე და ზოგს უნდა რა ვიცი მე რა კიდე რა შეიძლება თქვა ჟიგული რა ხო და გამიგეთ ამიტომ თქვენ იმდენი გაგჩადებული თქვენს ცოდნაში რომ თქვენ უკვე შეგიძლიათ დიდი ანაზღაურებაც გქონდეთ გამიგეთ და აქ არაფერი სასირწყვილო არ არის ნამდვილად აი დაჟე თუნდაც გოგოებსაც მე ვიცი რომ თქვა საზღვარგარეთ რომ მიდნენ და მუშაობენ მომლელად უკვე მე რაცა იციან როგორ ანარი იქაც ძალიან დიდი პრინციპი არის რა ანუ როგორ გინდა დალაგებაზე სახლის ხო იქაც ძალიან თავისებური პრინციპი არის ხო და ამაზეც ახლა თავისთავად ახლა რატომ არ შეგიძლიათ რომ მოითხოვოთ მეტი აი ეს ყველაფერი ასეა რა და უბრალოდ ჩვენ ახლა ზოგადად გვაქვს ჩვენ ახლა გაშლა და ამიტომ ნუ ვეცდები რომ სხვადასხვა სფეროებს შევიხო და არა მარტო თქვა ეზოტერიკას თუმცა ისეთი არკანები მოდიან რომ უფრო ამ კუთხეს იმიტომ ვაქცევ ყურადღებას ვნახოთ ახლა მაშინ ანუ ეს ჩვენ გავიგეთ ხო რატო გაიგე ეს იმიტომ რომ მონეტიზირება უნდა გააკეთო ხო აი რა უნდა გაიგო და უკვე ნუ აქ რაღაცა რთული პერიოდი მთავრდება შენი რაღაცა რთული პერიოდი მთავრდება რაღაცა აი თქვა რაც გულს გტკენდა ხო გამოდიხარ ამ პერიოდში პრინციპში აქ უკვე თვითონ იმპერატრიცამ გითხრა ყველაფერი რომ შენ მართლა შეიძლება აქ კიდე ნახათ რაღაცა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ხო გქონდა თქვენ რომელზეც გულზე გაწვებოდეთ და თქვენ ფიქრობდეთ როგორ გავაკეთო იმიტომ რომ შეიძლება აი აქ კიდე იმიტომ გეუბნებიან რომ შენ ძალიან ბევრ შრომობდი და შენ ეხლა ბევრი ვალდებულებები აიღე შენს თავზე და ამიტომ აქ უკვე სამყარო გეუბნება რომ შენ დაჯილდოვდები მაგისგან რა იმიტომ რომ შენ გულთან მიიტანე ეს ყველაფერი და ჩვენ გამარჯვებული იქნები ანუ გამოდიხარ სირთულებიდან გამოდიხარ ამ პრობლემებიდან რომელიც გაწვებოდა შენ რა და ამიტომ ეს უნდა იცოდე ყველა ვარიანტში რომ უკვე ამ პრობლემებიდან გამოგიყვანებენ იმიტომ რომ შენ ნახეთ ახლა კიდე იმპერატრიცა რას ნიშნავს მიმღები ენერგია ორი სიტყვით გეტყვით ნუ ჩვენ ახლა არხი გვაქვს ას ბევრს ლაპარაკობთ ხო ანუ ნახეთ შენი მდგომარეობა რამ მე ხო გასწავლეთ თქვენ ახლა ვინც იყავით ჩვენთან ტრენინგზე ხო ის სურვილების გინდათ ფულის ტრენინგზე რა მდგომარეობა ის მინდა შეგახსენოთ თქვენ რა მდგომარეობაში ხარ თუ შენ ახლა ზიღარ და სულ ნაკლებობას განიცდიდე აი აქ ხო აი აქ თითქოს აი ეს არა მაგ ეს მაგლია არ ვუყვარ ვარ აი ფული მაგ ცოტა ან სულ არა მაგ აი სულ პრობლემები ეს არის ნაკლებობის პროგრამა შენ როცა ამას უშვებ სამყაროს და სულ წუნებს შენ იგივე მოგივა ანუ გეტყვა ნუ ხო ცუდად ხარ ნუ იყავი უფრო ცუდად თუ შენ მადლიერი ხარ და მადლობას აცხადებ სამყაროს არა ისე უი მადლობა სამყარო უი მადლობა არა
აი იმენა გულით, სულით, რომ მადლობას უცხადებ იმაზე, რაც უკვე გაქვს, ანუ რაც უფრო გაქვს, კიდე ნახეთ, არა მხოლოდ ის, რომ შენ დაუშვათ ეხლა უკვე გაქვს. ხო? არაფერი თქვენ ცხოვრებაში არ მოდის ტყუილა უბრალოდ, რაზეც თქვენ აი თქვათ მოგივათ რამე აზრი, ეს მინდა სიტყვაზე, ხო, რაღაც. აი გეფიცებით, რომ ეს არ არის ტყუილა უბრალოდ, ეს არის უკვე თქვენ სივრცეში, უკვე ეს რაღაცა სურვილი უნდა ასრულდეს, მაგრამ შენი ამოცანა იმაში არის, რომ მე უნდა მივიღო თუ ვთქვა, რომ არა, მე არა ვარ მაგის სიყრის, უიმე რა სისულელია, უიმე რა აუბედურება, აი არავითარ შემთხვევაში და იმაზე უფრო მეც მოგცემს თქვენ სამყარო, თუ თქვენ იტყვით, კი, ვიღებ, მადლიერი ვარ, თანახმა ვარ და ანუ აი ეს სამი სიტყვა, როცა შენ სამ სიტყვას ამბობ, უკვე სამყარო სვანაირად გიყურებს. იმიტომ რომ არის ეს ენერგიაში შედიხარ თქვენ, რომ აი მიმღების ენერგიაში. იმპერატრიცა არ დარბის გიჟივით და არ ნერვიულობს და არ იბუდავს ყველაფერს. იმპერატრიცა აკონტროლებს უკვე თავის ემოციებს, თავის ქმედებებს, ყველაფერს აბსოლუტურად და ამიტომ აი ეს არის მიმღები, რომ ნუ ამ თემაზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო. უბრალოდ აი მინდა რომ აგიხსნათ რას ნიშნავს ეხლა ამ წუთში ეს მიმღების ენერგია რა და ამიტომ გეუბნები შენი სირთულები რომელიც შენ გაწვებოდნენ გულზე ხო უკვე შენ გამოდიხარ იქიდან გამარჯვებული იმიტომ რომ ამ ენერგიაში გადადეხარ როცა მე ვიღებ უკვე ყველაფერს მადლიერებით იმას რასაც მე მაძლევენ და რაც მე მაქვს და ასე შემდეგ გამიგეთ ხო ნუ ვნახოთ ეხლა ჩვენ როგორ გამოიყენოთ ეს გზავნიერ საუკეთესოდ. როგორ უნდა გამოიყენოთ? აი გეუბნებით, რომ არ ენერვიულოთ, რაც მთავარია, არ ენერვიულოთ და ეს მისცეთ უფლება რა არის? ნუ თუ არის არკანი, ეს არის კიდევაც ვიზუალიზაცია, ხო? ანუ დაიჯერა, ანუ ნუ გეშინია, ნუ შფოთავ, ანუ მიიღე ეს როგორ აი საკრალურად ასე რატომღაც მინდა ვთქვა, რომ აი როგორ მიიღო. ხო, მიიღე, კი ბატონო, ძალის არკანი. ანუ დაიჯერე, რომ რაც არის, არ აქვს მნიშვნელობა ეს დიდია თუ პატარა, ხო? ანუ აი რატო ჩვენ კიდე რო ვიცით ხოლმე, რომ ვაი მე რა ვიცი, აბა ეს მე რანაირად მოვერევე, ვაი მე როგორ აი იცით რა არის, თუ შენ უკვე ჩაიფიქრე რაღაცა, შენ თუ მოგივიდა ეს რაღაცა, შენ თუ უკვე ეს გინდოდა სადღაც, ხო? ეს ყველანაირად მოგივა, უბრალოდ ნუ გეშინია და ნუ გონია ის, რომ როგორც გითხარით, რომ ის ჩემთვის არ არის. იმიტომ რომ მე ვერ მოერევი, თან ძალიან მაგრად მოერევი ის, რასაც შენ გიგზავნის სამყარო. ძალიან კარგად მოერევი, უბრალოდ უნდა იყო მინდობილი. ნუ ეს უკვე ეხლა ნუ რა თქმა უნდა გაშლის დროს მე უბრალოდ გეუბნები თქვა სიტყვიერად და კი ამას პრაქტიკები ჭირდება რა თქმა უნდა და ანუ პრაქტიკები როგორ იცით, აი ნუ მედიტაციები, ქვეცნობიერთან მუშაობა, მდგომარეობაში როგორ უნდა შეხვიდე, რო თქვა აი ეს მიმღების ეს ყველაფერი კი უნდა იცოდე, მაგრამ ნუ პრინციპში გეუბნებიან აქ, რომ შენ ახლა ყველაფერს შეძლებ რა. და როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება, თუ შენ ამ რჩევას მიხვევი. ნუ აი ყველაფერი ნახე მაგის ენერგია, ანუ მე ყველაფერი შემიძლია, მე ყველაფერი აი არაფერი არ არის მაგისთვის შეუძლებელი, იმიტომ რომ მის ხელში არის ყველანაირი ინსტრუმენტები თუ რამე არსებობს რა. ამიტომ რა თქმა უნდა, აქ შეუძლებელი არაფერი თქვენთვის არ არის, თქვენ ანუ გაგეხსნებათ ახალი გზები და ნამდვილად შენი ცხოვრება როგორ შეიცვლება. განახლებულად იქნება ახალი ეტაპი დაიწყება, სადაც შენ ყველაფერს მართლა შემძლე იქნები, იმიტომ რომ შენ უკვე აქ ანუ ისეთი არკანები მოდის ძალიან აი რაღაც სასწაული არკანები რა. აქ ყველანაირად გეუბნებიან, რომ გააქვს ამის საშუალება შენში არის დიდი პოტენციალი, შენ გააქვს შენი ინტუიცია, შენ გააქვს ცოდნა, უბრალოდ ეს გამოავლინე, ნუ შეგეშინდება, ჩვენ აქ ვართ, ჩვენ დაგეხმარებით, შენი უკვე ეს პერიოდი, როცა შენ ყველაფერს შენს ზურგზე, ასე რომ ვთქვათ, ათრევდი და ეს ნუ კი მნიშვნელოვანი იყო შენთვის და შენ მაგაზე ნერვიულობდი, ჩვენ დაგეხმარებით, მაგრამ შენ თუ ამ
ამას გაითვალისწინებ, რაც იყო დღეს ნათქვამი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოგივა 5-იანზე, კი რა 100-იანზე რა. და ვნახოთ ეხლა მხარდაჭერა სამყაროსგან, ანუ რა დაგეხმარებათ ამ გზაზე, რა დაგეხმარებათ, ნახეთ რამხელა. ანუ მართლა თვით სამყარო დაგეხმარებათ, აქ 10-იანი თასების ახლა არის, მაგრამ ნახეთ როგორი ენერგია, სიყვარული, ბედნიერება, პოზიტიური განწყობა, თქვენ ის რომ თქვენ გჯერათ რომ ყველაფერი იქნება ისე როგორც მე აქ მხოლოდ და მხოლოდ აქ ნეგატივი არანაირი, მხოლოდ პოზიტიური თქვენი განწყობა იმაზე რომ აბსოლუტურად რაც მაძლევს მე სამყარო, რაც მე აი აქ მომივიდა რომ ეს მე მინდა, რა თქმა უნდა, ეს არის ჩემთვის. მე ამას ვიღებ მადლიერებით და ესეც მადლიერება არის და ნამდვილად როგორ ნახეთ, აი აქ ძალიან ისეთი კარგად არის. მადლიერებით მიიღეთ და რა თქმა უნდა, სამყარო ყველა ვარიანტში თქვენ მოგეხმარებათ. ამ გზაზე მზად არის, იმიტომ რომ კი ბატონო, დიდი სიყვარულით მოგეხმარებათ, უდიდესი სიყვარულით, იმიტომ რომ გრძნობს სამყარო იმას, რომ თქვენ უკვე ნამდვილად ცდილობთ, იმიტომ რომ აქ ბევრი რაღაცები ხა იმპერატრიცა რო გახდა და მიმღები რო გახდა, აქ ძალიან ბევრი სამუშაო გაქვს ჩატარებული, ძალიან, იმიტომ თქვენ რომ აქ უძლიერესი პიროვნება ხართ, ადამიანი, რომელიც სულ მუშაობს თავის თავზე. სულ რაღაცას ფიქრობთ, აი კიდე რაღაცა მინდა ვისწავლო, აი ესეც გავიგო, აი ამ კუთხიდან თქვენი თავი გაინტერესებთ, ეს ძალიან კარგი. შენ თუ შენს თავს შეიცნო, შენ თუ იცი შენ რა გინდა, შენ მერე სხვებსაც გაუკეთებ ყველაფერს რაც იმიტომ რომ ეს ასეა. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია სხვებს დავეხმაროთ ჩვენი პირადი სიუხვიდან ყველა სფეროში. და შენ თუ რამე დანაკლისს განიცდი, ხო? შენ ვერ იქნები, ვერ გაანათებ რა. იმიტომ შენ თუ ჩამქრალი გაქვს თვალები, ვერ გაანათებ. აი არ ვიცი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა, ხა მაგალითი მინდოდა მე თქვა, მაგრამ კარგით აღარ დაღლით. უბრალოდ მინდა რომ მიიღოთ ეს გაშლა და იცით როგორ აი даже შეინახეთ და მე კიდე უყურეთ და კიდე გაანალიზეთ და ფიქრდეთ, იმიტომ რომ აქ მართლა უძლიერესი ცვლილებები მოდის თქვენთან, უბრალოდ ყველაფერი არის თქვენ კი აი სირთული, ნახეთ კიდე მაგას მეუბნები, ან კიდე მიდის თქვენი ცხოვრებიდან რაღაცა სირთულეები მიდის თქვენი ცხოვრებიდან სირთული და რა მოდის მეთქი და ნახეთ ღმერთის წყალობა და დახმარებას, თქვენი საგვარეული გიდგება თქვენ გვერდით. ანუ აქ თქვენი ცხოვრება იცვლება, რასაც მე თქვენ გისურვებთ ყველას.